სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით ფსალმონი 93. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენი უფალო ძალთაო. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთო შენი სახლი როგორი მშვენიერია. იოანე უხროპირი ნახეთ, ღმერთის სახლის სულისთვის ნამდვილი სამოთხეა. მეორე მუხლი. სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა, ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ხორცნი ჩემი, იხარებდე ღმრთისა მიმართ ცხოველისა. ჩემი სული მოწყურებულია ღვთის ეზოებით და ჩემი გული და სხეულიც კი მისკენ ილტვის. ეს გულწრფელი სიყვარულია მეგობრებო ღვთისადმი. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ამბობს, რომ სული და სხეული ერთად ღვთის ყოფნას, ესე იგი სწრაფის, ხო, ეს სწრაფის. და რამე თუ სირმანცა პოვა თავისი თვისისა სახლი და გურიტმა, ბუდე თვისისა და დაისხნეს მართვენი თვისნი, საკურთხეველნი, შენი უფალო ძალთაო მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. ჩიტებიც კი თავიან სახლს პოულობენ, მე კი შენს საკურთხეველთა მინდა ვიყო. ანუ ფსალმუნი ეს მეგობრებო ღვთის ტაძარს ნამდვილ თავშესაფარს ადარებს. ანუ ღვთის საკურთხეველი ყოველთვის არის თავშესაფარი, როგორც ესე იგი ჩიტის მსგავსად დაახლოებით ეს. ვაგრძელებთ მეოთხე მუხლიდან. ნეტარ არიან რომლით დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ. ნეტარ არს კაცი რომლისა შეწევნაი მისი შედგანარს, ახსლაი გულსათვისა დაიდვა. ბასილი დიდი ბედნიერია ის ვის შენკენ, ანუ უკაცრავად შენგან იღებს ძალას, ხო, ის ბედნიერია, ღმერთის მფარველობა გულს ამაღლებს, ხო. ასევე წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ ღვთის იმედი ადამიანს სამუდამოდ, ესე ვთქვათ, მარადიულ იმედს აძლევს, ხო, სასოებას. ღელესამას, გლოვისასა ადგილსამას, რომელსასა აღუთქვა და რამე თუ კურთხევაი მოსცეს, რომელმაცა სჯული დასდვა. ნუ გლოვის ხეობაც კი, ანუ უდაბნო, ასე ვთქვათ, ხო, კურთხევის ადგილად იქცევა ღმერთი, გაჭირვებასაც სიკეთედ გარდაქმნის. ღვთის რჯულის მქონე ადამიანი გაჭირვებაშიც კურთხეულია. მეშვიდე მუხლიდან ვაგრძელებთ, შეგახსენეთ, ეს არის 93 ფსალმუნი. ვიდოდიან იგინი ძალითა ძალა და გამოუჩნდნენ მათ ღმერთთა სიონს. ისინი ძალას იღებენ და სიონში ღმერთს ხვდებიან, მოგზაურობა ღმერთისკენ ძალას ამრავლებს, ასე ვთქვათ. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად იღე ღმერთო იაკობისაო. ღმერთო მოусმინე ჩემ ლოცვას, ეს გულწრფელი ლოცვა არის, ხო, იაკობის ღმერთისადმი. ღმერთი ყოველთვის ისმენს თავისი ხალხის მედრებას, მეგობრებო. შემდეგ, მწეო ჩვენო, იხილე ღმერთო და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. ბასილის გამარტებით, ღმერთო ჩვენო, მფარველო შეხედე შენს ცხებულს. ცხებული ეს
იყვნენ ადრე. ესე იგი, შეიძლება იყოს მეფე, შეიძლება იყოს წინასწარმეტყველი. ცხებული მიგვანიშნებს ასევე ქრისტეს ღმერთის რჩეულზე. რამე თუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის 1000 და მათ ვირჩიემე მივრდომაი სახსა ღმრთისა ჩემისასა უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. ღვთის სახლში ერთი დღე 1000-ჯერ უკეთესია ვიდრე ცოდვილთა სახლში და წმინდა ავგუსტინე ასევე გამარტავს, რომ ღვთის სახლში ყოფნა ყველაზე დიდი სიხარულია. მე-11 მუხლი. რამე თუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყვარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან, უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიცოდ. ესე იგი, ბასილიდის განმარტებით ღვთის ღმერთს უყვარს წყალობა და ჭეშმარიტება, ის კეთილებს, ესე ვთქვათ, აძლევს მართალთ და ესე იგი, ივანე ოქროპირი ასევე განმარტავს, რომ ღმერთი მართლებს მადლითა და დიდებით აჯილდოვებს. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს პატარა ფსალმონი არის. მე-12 მუხლი, უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარას კაცი, რომელი გესავს შენ. ღმერთო, ბედნიერია ის, ვისაც შენ ესავ. ანუ როდესაც გააქვს, მეგობრებო, ღმერთის იმედი, ხო, ეს ნამდვილად უდიდესი ბედნიერება, სიხარულია. და იმედი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, მე საუბრობ ყოველთვის ვიდეოში, ან ჩვენ უნდა გქონდეს იმედი, არა და სასოება და სიხარული და სწრაფვა ღვთის მიმართ, არა მარტო მაშინ, როდესაც ჩვენ ესე იგი, მოდით ასე ვთქვათ, ყველაფერი კარგად გვაქვს, დალაგებულია, ხო, ყველაფერი ოჯახშიც, სამსახურშიც, მეგობრებშიც, ნათესავებშიც, ფინანსურად, ესე ვთქვათ, კარგად ვართ. არა, როდესაც ჩვენ გვიჭირს, როდესაც ჩვენ განსასწრელი გვაქვს და როდესაც ანუ ერთი სიტყვით და მოკლედ რომ გითხრათ, კარგად ვართ, ცუდად ვართ, საშუალოდ ვართ, ხო, როგორც არ უნდა ვიყოთ, ქრისტე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის უნდა ვიყოთ მისი ერთგული და ყოველთვის უნდა ვიაროთ წირვა-ლოცვაზე და უნდა დაგვეზაროს, მეგობრებო, და ვეცადოთ მაინც, რომ ესე იგი შევეწინააღმდეგოთ ცოდვას და უფალი დაინახავს ამას ჩვენ გულს და რა თქმა უნდა დაგვეხმარება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ და დიდი მადლობა.